გამარჯობა, მოკლედ წინა ვიდეო თუ ნახეთ, სოსოს ახალი ზეტი, გადავიღე ამ გზაზე და ორ რაღაცაში დავწმუნდი. პირველი ის რომ არ არის აუცილებელი მანქანას ჰქონდეს რაღაც საოცარი მონაცემები, ბევრი ცხენის ზალა, 500, 600 და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს სულ რაღაც 200 ცხენის ზალიანი, შეიძლება 300-იანი და 150-იანი და ნებისმიერი. რა მთავარი რა არის ბალანსი. ზუსტად ეგ დავინახე მაგ მანქანაში, ასევე კეიმანშიც სწორზე საერთოდ არ იყოს სწრაფი, არაფერი ისეთი, თუმცა აი ამ გზაზე თითქოს გაცოცხლდა მანქანა და სულ სხვა სიამოვნება მსგავს გზაზე, ქალაქგარეთ, კარგამინდში, კარგ გზაზე ავტომობილის ესე სპორტულად მართვა. და მეორე არის ის, რომ ასეთი გზა აჩვენებს მანქანა როგორ მდგომარეობაშია, თავის მინუსებს, პლუსებს გამოაჩენს და მივხვდებით სად აქვს პრობლემა, ან თუ აქვს, ან თუ არ აქვს. წინაზე მაგალითად სოსოს მანქანაზე გამოაჩინა ასევე ის, რომ მანქანას აქვს მინუსი, რო ჩამოვიარე ეს დიდგორის ჩამოსასვლელი, უკვე გახურდა, დაიწვა ხუნდები და აღარ იჭერდა კარგად მოხრუჭები, ისე როგორც უნდა იჭერდეს სპორტული მანქანა. ამიტომ ძალიან კარგი ვარიანტია, თან სიამოვნებას მიიღებ, თან ნახავ მანქანა როგორ დადის რეალურად და თან რა აქვს მაგალითად მინუსი. ამიტომ მე დამაინტერესა ხა ჩემი ზეტი, დიდი ხანია ეს მანქანა მყავს, მაგრამ სიმართლე გითხრათ ასეთ გზებზე დიდად არ გამომიცდია. მანქანაზე თითქმის ყველაფერი შევცვალე, თითქმის ყველაფერი გამოუცვალე, რაც საჭირო იყო. საჭირო რა ჩემი სიამოვნებისთვის იყო, თორე საჭიროება არაფრის არ ყოფილა. დავაყენე პარკებში ყველაფერი ახალია, ახალი დიდი მოხრუჭები, საყრდენი დისკები, სუპორტები, აკებონო, ხუნდები, მოხრუჭების სითხეც გამოცვალე, ასევე შეიცვალა შემშვები, გამშვები, ასევე შეიცვალა დაკიდების სისტემა, BC Racing-ის არის ახალი პარკებში, რეგულირებით შეგვიძლია დავარეგულიროთ ძალიან მარტივად, დავარბილოთ მანქანა, შეიძლება სულ იმის მიხედვით დავახისტოთ მანქანა. წინა მხარი ძალიან მარტივია, მოუშვებთ და დარბილდება მანქანა, თუ გვინდა დავაყენებთ ყველაზე რბილზე, თუ გვინდა დავაყენებთ ძალიან ხისტზე, უკანაც ეგრეა, მაგრამ უკან ის აქვს, ამოსახრეტი აქვს და დამავიწყდა იმის ამოხრეტა, როცა დავაყენეთ და ნუ ეხლა უკანა ისეა, როგორც დავაყენეთ თავის დროზე და არაფერი შემისვლია. წინ მაქსიმალურად არ დამიხისტებია, თუმცა თითქმის მაქსიმალურზეა. რაც შეეხება სიმაღლეს, ნუ როგორც ჩამოვიდა გამოწერილი SBC Racing-ი ქარხნულად, ისეთივე დადგა, არც ამიწევია, არც დამიწევია. სიმართლე გითხრათ, ძალიან დაბალი მანქანა არ მიყვარს ისე რომ ვერივლი და რაღაცას ყველაფერს უნდა გამოედო. ყველაზე მეტად მაინტერესებს მუხრუჭები როგორ იმუშავებს და ეს დაკიდების სისტემაც როგორ იმუშავებს ასეთ გზებზე. იმიტომ რომ წლებია მყავს ეს მანქანა, მაგრამ ესე დიდად არ გამომიცდია. აბა წავიდა.
მოსახვევებს ისე შედის, რომ საერთოდ არ გეშინია. ესეთ გზაზე მანქანა ცოცხლდება და საერთოდ არ არის საჭირო ბევრი ცხენის ძალა. მთავარია მანქანას ჰქონდეს კარგი დაკიდების სისტემა, კარგი მუხრუჭები და ძრავის, რა თქმა უნდა იყოს ჯამრთელი და ცოტა ეხა სპორტული უნდა იყოს. ძალიან მაგარია. ეს დაკიდების სისტემა, VC Racing-ი, coilovers რაც ქვია, რაც შევცვალე და რაც ახლა არის. აი აქ ჩანს რომ დიდ სხვაობას იძლევა მანქანაზე. და ეხლა ამან მაქსიმუმი ეს არ არის, იმიტომ რომ გზაზე ვართ ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, ცარიელი გზა, ქალაქგარეთ ვარ, თუმცა მაინც გზაა და არ შეიძლება რა, მოკლედ უფრო მეტიც და არც არის საჭირო რა, მანქანას ეთყობა, რომ ძალიან დაბალანსებულია და ის რაც შევცვალე მუშაობს. ეხლა ჩასვლისას, ეხლა ამოვედით და ჩასვლისას უკვე გამოჩნდება მუხრუჭები როგორია. დაკიდების სისტემა უმაგრესი, ძრავი ძალიან თავისუფლად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ზეტი უფრო დრიფტთან ასოცირდება, რა თქმა უნდა, ესეც კარგი გასართობია და ძალიან სასიამოვნოა ესე ამის მართვაც. რო ჩავალთ, ნახავთ ეხლა და გავიგებთ როგორია ჩვენი მუხრუჭები და ამხელა მუხრუჭები რა სხვაობას იძლევა მანქანაზე. ჩამოვიარეთ დაღმართი და მუხრუჭები ისე ვისია როგორც თავიდან იყო, ასე რომ არანაირი პრობლემა ამ მუხრუჭებს არ აქვს და ძალიან კარგია მსგავს მანქანაზე, სპორტულ მანქანაზე, კარგი მუხრუჭი, იმიტომ რომ თუ რაღაც ისეთ გზაზე მოხვდები, ცოტა ისე ივლი, არ გეშინია რომ რაღაცა არ მოხდება მერე და რაღაცას არ შემოეფეთები. ასე რომ კარგი ვარიანტია მსგავსი გზები მანქანისთვის, გაიგო როგორ დადის, რა აქ მინუსი, რა აქ პლუსი, რა შეუძლია, ეხლა თუ მაქსიმუმის ნახვა გინდა, ძალიან მარტივად ტრეკზე შეგიძლია, მაგრამ ტრეკზე სხვა სიამოვნება, ასეთ კარგ გზებზე, კარგ გარემოში, ბუნებაში სიარულიც ძალკე სიამოვნება. და ეს უკვე რეალური პირობებია და რეალურად ვიგებთ მანქანა როგორ დადის. ეგაა და ეგ რა. აბა, კარგად.